პირდაპირ მოვდივარ დმანისიდან. იყო მართლაც თავისი შინაარსით ძალიან ამაღელვებელი აქცია და ვარქვათ, ჩავედით რომ სოლიდარობა გამოგვეხატა ლაშა ჩვენიანისათვის და ვნახეთ უამრავი ასაკობრივი კატეგორიის და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი შემდეგ შემოგვიერთდა ეს დაშინებული სხვა დროს მოსახლეობა, რომლებსაც ჯერ პრეცედენტიც კი არ ახსოვდათ, რომ დმანისში ყოფილიყო აი ესეთი ერთიანობა, სოლიდარობა, ხალხმრავლობა. ამ ყველაფერს მოყვა სიტყვით გამოსვლები, შემდეგ მოყვა მარში დმანისის ქუჩებში და დღეს ჩვენ ყველამ ვიგრძენით, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, ჩვენ საქმეს, ქვეყანის საქმეს, საქვეყნო საქმეს, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემოდგომა სჭირდება სწორედ ასეთი სოლიდარობა და რაც მთავარია, ხალხი დგას ხალხის გვერდით, ჩვენ ერთმანეთის გვესმის, ყველა ადამიანმა იცის თავისი პერსონალური პასუხისმგებლობა, თავისი მოქალაქეობრივი ვალი და ეს მოქალაქეობრივი ვალი ცხადია არის ის, რომ ვიყოთ ერთად და ერთად დავიცვათ ქვეყანა. ძალა არის ყოველთვის ერთობაში, მით უმეტეს, როდესაც შენი ქმედებით აკეთილშობილებ იმ მიზანს, რაც თავის მხრივ არის სამშობლოსადმი თავგანწირვა. კიდევ ერთხელ სოლიდარობა ყველა სინდისის პატიმარს, განსაკუთრებული აქედან მხარდაჭერა მზია ამაღლობელს, რადგანაც ის არის პირდაპირ სამიზნე თავისი პროფესიული ვალდებულების პირუთვნელად შესრულების გამო წარმოადგენს კრიტიკულ მედიას და დღეს დაანონსებული კიდევ ახალი ცვლილებებით, რომელიც შევა მედიის შესახებ მიღებულ შემდგომ უკვე კანონპროექტში, პირდაპირ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოდის ცენზურის დაკანონების პერიოდი და მოდის პერიოდი, როდესაც კრიტიკული მედია არის ამ ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ თბილისში, ყველა დიდ და პატარა ქალაქში და როდესაც შეიცვლება ხელისუფლება, ამ დრაკონულ კანონებს, რა თქმა უნდა, გავაუქმებთ და ყველა კანონი აუცილებლად იქნება კეთილშობილური მიზნის და იქნება აუცილებლად ხალხის სამსახურში. რაც შეეხება თბილისი მოლთან განვითარებულ მოვლენებს, მე ვიყავი თბილისი მოლთან, როგორც იურისტი გეუბნებით, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანად კანონის ფარგლებში კონსტიტუციის შესაბამისად მიდიოდა ჩვენი პროტესტი, ჩვენ მქონდა გამოხატვის უფლება, ჩვენ გამოხატვის უფლების ფარგლებში ვიყავით. მოხდა ის, რომ დიდი რაოდენობით, უფრო მეტი რაოდენობის ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდით, შესაბამისად ამან უფრო მეტი საფუძველი შექმნა იმისათვის, რომ კანონმდებლობით, როგორც არის გათვალისწინებული, ბუნებრივი თვითდინებით გადაკეტილიყო ქუჩის სავალი ნაწილი, მაგრამ იქვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო მარში. ჩვენ დავიძარით მარშით. უნდა ვთქვა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი დეზორგანიზებულობა ვნახე საპატრულო პოლიციას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს და ცალკე ჯგუფს შორის და ამას ცალკე მინდა ყურადღება დაუთმო, იმიტომ რომ თუ საპატრულო პოლიცია ვეუბნებოდა, რომ იარეთ და გაძლევთ უფლებას, შემდგომ იღებდნენ ვიღაცისგან აკრძალვას, რომ შეაჩერეთ, შეგვაჩერეს, პატიმრობაში გვამყოფეს პრაქტიკულად კედელთან, მეც დავშავდი მაშინ, როდესაც დიმიტრი ბიძინაშვილი დაკავებული მიყავდათ და განსაკუთრებული სისასტიკით, რა თქმა უნდა, გამოირჩეოდა ნიღბიანი ხალხი. ოღონდ მე მაგ პროფესიული უნარები გავარჩიო, ვინ არის პოლიციელი, ვის გავლილი აქვს ის ნორმატივები, რაც გავლილი უნდა ქონოდა და ვინ არის აი ბოლო ცვლილებით პოლიციაში, საპოლიციო ძალებში შეყრილი ხალხი. ის ადამიანები, რომლებიც იდგნენ იქ და განსაკუთრებით სკანდინერდნენ აი ამ უხამს ფრაზებს, განსაკუთრებით ქალების მიმართ, აი პოლიტიკური პირდაპირ დავალებით, ესენი იყვნენ სწორედ ახალი შეყვანილები, ის ადამიანები, რომლებიც არიან კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი ხალხი, რომლებიც არიან აი ის ეგრეთ წოდებული სპორტსმენები, კერძო დაცვის სამსახურების წარმომადგენლები, სიპებში, აიპებში გაფორმებული ხალხი, რომლებსაც ჩააცვეს ფორმა, ფორმის ჩაცმაც კი არ იცოდნენ და როგორ მოერგოთ პირდაპირ ჩანდა, იმდენად ხელოვნურად იქცეოდნენ და ეს ადამიანები თვითონ შიგნით დაასვეს თავზე პოლიციას, არ მოვერიდები ამის თქმას და ჩვენ გავაკეთეთ კიდეც ბრიფინგი და მოუწოდეთ, რომ სისტემის შიგნით გაემიჯნონ ამ კრიმინალების ბანდას, რომლებიც მიზანმიმართულად შეუშვეს პოლიციაში, საპოლიციო ძალებში, იმიტომ რომ
მათი ქმედებები აბსოლუტურად სცილდება ყველანაირ ზღვარს, ისინი არიან უბრალოდ კრიმინალები, ისინი ჩაიდენენ უმძიმეს ქმედებებს და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც, განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის კიდევ რაღაც ნაწილს ხავს, მაგრამ იქ სხვა თემაც იყო. ისინი თავად კამათში შედიოდნენ საპატრულო პოლიციასთან, კამათში შედიოდნენ სხვა სპეცრაზმელებთანაც და მე როგორც მივხვდი, ეს ისეთი ჯგუფი იყო კიდე მოძალადეების, რომელსაც პირდაპირ დავალება ჰქონდათ კიდევ სადღაც ზემოდან, რომ ქალების მიმართ ყოფილიყვნენ განსაკუთრებით სასტიკები, დაეძახათ ის შემზარავი და აი მართლაც ამორალური სიტყვები, რა სიტყვებსაც ისინი იყენებდნენ, მათი ჟესტიკულაცია იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი. შემდეგ იყვნენ ფიზიკურად აბსოლუტურად აი ამ მანიფესტაციის მართვასთან შეუსაბამოები. ეს ხალხი არის დასასჯელი ხალხი, ეს ხალხი ის ხალხია, რომელსაც პოლიციის რიგებში კი არა ადგილი უნდა ქონდეთ ახლა უკვე გამოყოფილი პენიტენციურ დაწესებულებებში და რა თქმა უნდა, როდესაც ჩაინიშნება ხელახალი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება, ყველა წარსდგება კანონის წინაშე, მაგრამ მათ პირობას ვაძლევთ, რომ ეს იქნება სამართლიანი სასამართლო. კი ბატონო.